მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს მე ჟურნალისტი ნათი ამაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს გადაცემაში პროფესორი პედიატრი ნუტრიციოლოგი ხალბატონი ნინო თოთაძე მოგესალმებით დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი საღამო მშვიდობის საღამშვიდობის პირიქით მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა ხალბატონო ნინო. ასე რა ვთქვა, ძალიან კარგი პერიოდია ჩვენი პატარებისთვის, რომ ზაფხული არ გაატარონ თბილისში და გავიყვანოთ ქალაქ გარეთ. რა თქმა უნდა, ვისაც აქვს საშუალება, უდაოდ ძალიან კარგია, რომ ბავშვი იყოს კურორტზე, რადგან ოდითგანვე არის ცნობილი ჩვენი ძალიან ლამაზი და სასარგებლო კურორტების შესახებ, თუმცა მე მაინც ვფიქრობ და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ არანაკლებ სასარგებლოა სოფელი ბავშვისთვის და მე მინდა რომ გასცეთ რეკომენდაციები, რას მოუწოდებ მშობლებს, როდიდან უნდა გავიდეთ და რამდენი ხანი შეგვიძლია რომ გავიყვანოთ ბავშვი. ასევე იცით, იყო ერთი პერიოდი მოსაზრება, რომ 21 დღეზე ნაკლები არ შეიძლებოდა თურმე კურორტზე. აკლიმატიზაცია როგორ ხდება, რამდენი დღე არის შეგუების პროცესი და რამდენი დღე უნდა გავჩერდეთ, ვისაც სოფელი არ აქვს კურორტზე. და მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ვისაც სოფელი აქვს და ასე რა ვთქვათ, მდიდარია სოფლით, მე ვფიქრობ, რომ მთელი ზაფხული ძალიან კარგი იქნება ბავშვებისთვის ახალი გარემოს შეცვლა და ახალ გარემოში ყოფნა. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს და უსურვებ ბედნიერ, ჯანმრთელ და სასიამოვნოდ გასატარებელ ზაფხულს, რა თქმა უნდა, და ძალიან სწორად დაიწყეთ აქცენტები. იცით რა, ის რომ თქვათ გარკვეულწილად აუცილებელია, რომ რამდენიმე განსაზღვრული ზუსტად დრო იყოს, რამდენი დღე უნდა იყვნენ ბავშვები კურორტზე, რომ შედეგი მივიღოთ ასე შემდგომ, ეს გარკვეულწილად დღევანდელი, თქვათ, თანამედროვე რეკომენდაციებით, განსაკუთრებით და ჩვენ ევროპულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, შეიძლება არ იყოს ნამდვილად რიცხვი, რომელიც აუცილებლად ჩარჩოში უნდა ჩავსვათ. უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სასურველია ბავშვები რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე და ეს შეიძლება იყოს 20 დღეც, 1 თვეც, 2 თვეც და ასე შემდგომ, სრულად ის პერიოდი ათვისებული, როცა მათ აქვთ საზაფხულო ვარდადეგები, როდესაც იქნებიან სუფთა ჰაერზე. ანუ რაც შეიძლება უფრო ბუნებასთან ახლოს და შესაბამისად ჯანსაღ გარემოში. ეხლა ბუნებრივია ქალაქიდან გაყვანის მნიშვნელობას ერთ-ერთი კარგია უბრალოდ კარგია იმ კუთხით, რომ ისინი იცვლიან გარემოს. თქვენ სრულიად გეთანხმებით, რომ თუ კი ვთქვათ, ამის საშუალება არის, რომ მათ კონდეთ სოფლები, მით უმეტეს, სადაც ეს მთიანი ადგილებია და საქართველოში მცხოვრები ადამიანები განებივრებული ვართ ესეთი გარემოთი, რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შეიძლება, რომ სწორად მივცეთ მათ რეკომენდაციები სოფელში ბავშვის გაყვანის. მე პირველი ალბათ კიდევ უფრო კურორტებზე ვიდრე გავშლიდი ამ სიტუაციას, ვიტყოდი, რომ რატო არის ეს მნიშვნელოვანი დღევანდელი თანამედროვე მიდგომით და ძალიან ბევრი კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო თქვათ, გარკვეულწილად თუნდაც ეს იყოს დიდ პერიოდს, ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მთელი წლის მანძილზე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაქსიმალურად გამოყენებული დროით ბავშვები ატარებენ ბუნებასთან, ის შეიძლება იყოს თუნდაც ნებისმიერი ამიდის პირობებში, ეხლა ჩვენ უფრო მოზრდილ ასაკის ბავშვებზე ვსაუბრობთ, არა ვთქვათ, ჩვილი ასაკის ბავშვებზე და აქვთ კონტაქტი, თუნდაც ეს იყოს ტალახთან შემცველობა, ეს იყოს ბუნება, ჩიტების ჭიკჭიკი, მდინარესთან ახლოს ყოფნა და აბსოლუტურად ამ მთლიანი სიამოვნების აღქმის საშუალება ეძლევათ მათ, ეს ძალიან კარგია და დადებითია და მშვენივრად მოქმედებს ბავშვებზე. ნუ პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ კონტაქტურები ხდებიან უფრო ბავშვები, შესაბამისად მათი ცნობიერება, მათი სოფხედველობა, ემპათიის უნარი უფრო იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არის ესეთი კვლევებიც, რომ მხედველობასთან დაკავშირებითაც კი დადებითი. ანუ ბუნებასთან ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ეს უკვე ნებისმიერი ასაკობრივი ჭრილი. ამიტომ არ აქვს არანაირად მნიშვნელობა, რომელ რაიონში იქნება ხალბატონი. რა თქმა უნდა. თუმცა დაახლოებით არის ესეთი მოწოდებები, რომ განსაკუთრებით ჩვილი ასაკის ბავშვებისთვის არ არის მაინც რეკომენდებული 1200-1400 წვის დონიდან მაღალ ხარეს წაყვანა ბავშვების, იმიტომ რომ მაინც წნევის ძალიან დიდი ცვალებადობაა და აქ გარკვეულწილად შეიძლება იყოს რეკომენდაცია, რომ სპეციალურად წავიყვანოთ. თუმცა ხა ისეც არ გავიგოთ, საქართველოს
საქართველო იმდენად მთიანი რეგიონია და იქაც მე მინახავს ბაკურიაში რომ ჩვილი ბავშვები ჩამოყავთ, იმიტომ რომ მე ხშირად დავდივარ ხოლმე ზამთარშიც, ზაფხულშიც მინახავს. კი ბატონო, მაგრამ იქ ბუნებრივია, ნახავთ, კალპტონათია, იმიტომ რომ ბავშვები იქაც იბადებიან, იქაც ცხოვრობენ და ისინი შეგუებულებიც არიან. არა, ჩაყვანილ ბავშვებს ესე შეიძლება, იმიტომ რომ ასეთი მაღალიც არ არის, ვთქვათ, ბაკურიანი განსაკუთრებული, რომ ვთქვათ, იქ მნიშვნელოვანი და ძალიან რთული იყოს ნავის ცვალებადობა, მაგრამ თუ კი მაგალითად მაინც მოერიდებიან ჩვილი ასაკის ბავშვის საბაგიროთი წაყვანას, განსაკუთრებით ესეც კი სასურველია და უფრო ეს იყოს მაგალითად სატრანსპორტო მომენტი ამ შემთხვევაში არჩეული წნევის ცვალებადობის რეგულაციის კუთხით ვსაუბრობ, მაგალითად იყოს მაინც უფრო სატრანსპორტო საშუალება მანქანა, ვთქვათ, იგივე მატარებელი უფრო გამოყენებული, ბევრად სასურველია. თუმცა რა თქმა უნდა, აქ ერთადერთი დროების მომენტშიც ამოვთ და თქვენ ბაკურიანი ახსენეთ ხო, ვთქვათ, უცხო გარემო შედარებით უფრო სხვა კლიმატი, არ არის რა თქმა უნდა სასურველი, რომ ვთქვათ, ბავშვის აყვანა მოვახდინოთ დღეს და 2 დღეში უკვე დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს უფრო ადაპტირების საშუალებაც რომ იცათ ბავშვებს ახალ გარემოსთან, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ეს ადაპტაციის მომენტი, რა თქმა უნდა, მაინც მათზე მოქმედებს. ამიტომ რა თქმა უნდა, ის რომ შეზღუდვა აუცილებლად 21 დღე, შეიძლება იყოს 25 დღეც, 1 თვეც, 2 კვირაც და ასე შემდგომ, მაგრამ საერთო ჯამში რეკომენდაცია არის ერთი მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ბავშვები რაც შეიძლება დიდი ხნით ყვავდეს სუფთა ჰაერზე. თუმცა აქ მიდის კიდე მეორე პრობლემა, ეს არის თქვა ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მზესთან ურთიერთობა და ზღვასთან ურთიერთობა, რომელიც გარკვეულწილად მოდით გავშალოთ ეს საკითხი. კი ბატონო, მზესთან ურთიერთობით დავიწყოთ. მე როგორც ვიცი და არის ზოგადად დაწერილი მსოფლიო ჯანდაცვის კუთხით, ზაფხულში არ ვაძლევთ ბავშვებს D ვიტამინს, ხომ ასეა? თუ ეს არის ახალშობილები და ჩვილები, მე ზოგადად გეკითხებით, არა ახალშობილებზე და ჩვილებზე. უკვე 2 წლის შემდეგ რამდენად ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი რეკომენდაცია არის ის, რომ კი ბატონო, გიდასტურებთ, რომ ჩვენი გაიდლაინითაც საერთოდ ჯამში სარეკომენდაციო, ანუ საპროფილაქტიკო დოზების მიღება D ვიტამინის ძირითადად ხდება ოქტომბრის ბოლოდან, ანუ ნოემბრიდან მარტისთვის ბოლოს ჩათვლით, ნუ აპრილის დასაწყისამდე. მაგრამ თუ კი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, D ვიტამინის სისხლში რაოდენობის შემცირება მნიშვნელოვნად, ვთქვათ, რაღაც კლინიკური ნიშნებით მიიტანა ეჭვი ექიმმა და ვთქვათ, მოხდა ბუნებრივია სასურველია. ამ შემთხვევაში ჩართული იყოს, მაგრამ საპროფილაქტიკო დოზები შეიძლება ნამდვილად არ გახდეს აუცილებელი D ვიტამინის ათვისებასთან დაკავშირებით. თუმცა, იმდენად რამდენადაც ეს მნიშვნელოვანია, რომ სისხლივები თავისთვისო D ვიტამინი, ამდენადაც მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად, ანუ რამდენად, ვთქვათ, არ მოხდება ის გივეკანის დაზიანება და ასე თვითნებურად არ უნდა გადაწყვეტოს ყოველ შემთხვევაში მშობელმა. სასურველია ყოველთვის მივიღოთ რეკომენდაციები. მე მაინც ვიტყოდი, რომ მზის ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც არის, ალბათ სარეკომენდაციო კუთხით, რომ მზის სხივებით მიღებული D ვიტამინი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად მზის პირდაპირ ექსპოზიცია უნდა გქონდეს და მზის გულზე უნდა იწვეს ბავშვი, რომელიც გარკვეულწილად D ვიტამინის ათვისებაზე მეტ ზიანს მოიტანს ამ შემთხვევაში და სასურველია, რომ ვიყოთ ჩრდილში, თუნდაც სადაც მზის სხივები ვთქვათ, იგივე ფოთლების საშუალებით და ხეების შუაში ატმევს. ესეც კი საკმარისია D ვიტამინის ათვისებისთვის. რომელ საათამდე ქალბატონი? ძირითადად მაინც თუ კი რა თქმა უნდა დამოკიდებული არის ტემპერატურაზე, ხა ჩვენ უკვე გველოდება სავარაუდოდ მიუხედავად იმისა, რომ გამნებიურდით ძალიან გრილი ზაფხულით ამ ეტაპზე, მაღალი ტემპერატურები სადღაც ალბათ 10 საათამდეც კი შეიძლება ვთქვათ უკვე სასურველი იყოს და შემდგომ 7 დაახლოებით 17, ნუ 5-6 საათის შემდგომ. პრაქტიკულად დანარჩენი პერიოდი, ანუ შვალედი პერიოდი 10-დან თუნდაც 17 საათამდე, ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ბავშვები მზეზე სასურველად გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე. მივთვფრო, რომ ზაფხული არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ვთქვათ, იგივე სუფთა ჰაერზე ყოფნის პერიოდი მაქსიმალურად იზრდება. მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული იქნას მზისგან დაცავი მალამოები და სპეციალური ჩაცმულობა გქონდეს ბავშვებისთვისაც კი, განსაკუთრებით 0-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ეს პერიოდი სწორად იყოს მიმართული ამ კუთხით. ეხლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვილი ბავშვების, თუნდაც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისაც კი ზღვაზე წაყვანის დროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად, ვთქვათ, სასურველია ზღვაში ჩავიყვანოთ, მზის აბაზანები მივაღებინოთ ბავშვებს. ისიც კი, რომ ვთქვათ, ის დილის დამწრობის ალბათ რა
თქმა უნდა, ერთი ეს საერთოდ რომელი წლიდან არის რეკომენდირებული ზღვაზე წაყვანა და რამდენად არის მართალი რომ ურაკის ქვის შესასარგებლო? იცით რა, ზღვაზე წაყვანა ბავშვის შეგვიძლია ნებისმიერი ასაკის, როგორც აღნიშნე, მაგრამ ზღვაში ბანაობა მაინც 2-დან 3 წლამდე ასაკამდე მაინც გარკვეულწილად ზღუდავთ ზღვის აბაზანებს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩვენი წასვლა ძირითადად მოსახლეობის ხდება მაინც აქტიური ზაფხულის პერიოდში, როცა ძალიან ბევრია ხალხმრავლობაც, ზღვის პრაქტიკულად ისეთი წმენდა ზღვის წყლის, თქვათ იგივე მისი ჩაყლაპვის პრობლემა, გარკვეულწილად ეს ქმნის მაინც მნიშვნელოვან პრობლემას და ამიტომაც სასურველია რომ მორიდება იყოს, თუმცა ის რომ ჩვენ დილის საათებში, თუნდაც საღამოს საათებში ბავშვები გავასეირნოთ სუფთა ჰაერზე, მე ვახსენე ხა დილის საათები განსაკუთრებულად სასურველია ზღვის სანაპიროზე, სუფთა ჰაერზე, მით უმეტეს როცა იოდით გაჯერებულია ის ადგილები, საკმაოდ დადებითი და მისაღებია, მაგრამ როდესაც ვთქვათ გარკვეულწილად მიჩვეულია განსაკუთრებულად ერთად ადამიანები ეგრეთ წოდებული რუჯის მიღების პერიოდს, ამ შემთხვევაში იქ ბავშვების ყოფნა საერთოდ სასურველი არ არის, როგორც მე ვახსენე, იგივე 10 საათიდან განსაკუთრებით 6 საათის ჩათვლით პერიოდში. და მეორე რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ნაწლავური ინფექციების პრობლემა და მესამე მნიშვნელოვანი. ზოგადად ზღვა არის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი, ხო? აი, როდესაც დიარეა ხდება, კურნაწლავის რაღაც ვირუსები. ეს როგორ ხდება ქალბატონინო, ანუ იცით რა, ამ შემთხვევაში, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ქალბატონო ნათია გარდა იმისა, რომ ჩვენ ზღვას კიდევ გარკვეულწილად თვითწმენდის, იქ ვთქვათ, იცვლება წვიმის შემდეგაც, მისი შემადგენლობაც ზღვის, სუფთავეც და ასე შემდგომ, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაზე მეტად ნაწლავური ინფექციების პრობლემა ძირითადად მაინც მოდის ჰიგიენური წესების არათანმიმდევრული დაცვის კუთხით. ნამდვილად შემიძლია ვთქვათ, რომ ახლა ყველა კოლეგებით და ძალიან ბევრი კვლევა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ეს კი არა თუ კი ხელის დაბანის სისტემატიური ეპიზოდები არის დღის მანძილზე, ნაწლავური ინფექციების რისკი საკმაოდ დაბლა ჩადის. ძირითადად ეს ვირუსებია. მაგრამ აი თქვა წარმოვიდგინეთ, ხო, თუნდაც ეს პლიაჟის პერიოდი იყოს, იქ გარკვეულწილად ბავშვებს ჭირდება საათობრივი კვება, ის თქვათ შეეხება ქვიშას, წყალს, მისი ხელი ბინძურდება, თუ კი არ მოხდა სწორად დაბანა, მისი პირში ჩადება, მოხდა საკვების მიღება, იქ თქვა ტემპერატურული ბალანსი თუ არ არის დაცული საკვები პროდუქტის, რამდენად თქვა ჰიგიენურად ხდება მისი მიღება, მისი დაწყობა, ეს გარკვეულად მაინც გარკვეული მნიშვნელოვანი რისკია, რა თქმა უნდა, ნაწლავური ინფექციის ერთ-ერთი თქვა გავრცელების კუთხით და გარკვეულწილად ქმნის პრობლემას. მაგრამ გარდა ამისა, ასევე ზღვასთან დაკავშირებით მზე ერთ-ერთი მიუხედავად იმისა, რომ მზე არის ის, რაც მთელ სამყაროს ათბობს და ახარებს, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ მზესთან ურთიერთობა ბავშვების ითხოვს გარკვეულწილად მნიშვნელოვან სწორ რეკომენდაციებს. ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნეთ, ტანსაცმელით დაცვა ბავშვის და რა არის ამ შემთხვევაში სწორი. განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, მაღალი ტემპერატურაა და ცხელა, სასურველია, რომ ბავშვს ჩავაცვათ, გრძელსახელოვანი, ვთქვათ იგივე, მაისური ან ბოდეს, სხვა ნებისმიერი თქვათ საკურორტო მდგომარეობის დროს. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთი ვახსენეთ, ხო, ზღვა, მაგრამ მეორე არის მწერებისგან დაცვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდა მზისა, თუნდაც მწერების. მზესთან დაკავშირებით კიდე განსაკუთრებულად და ძალიან საინტერესოდ აღწერდი ალბათ ამ ფაქტორს, რომ სასურველია ბავშვების დაცული იყოს სახელი მთლიანად, ფეხზე ეცვას, შარვალი, რომელიც იქნება, ვთქვათ, იგივე ბამბისგან, რაც შეიძლება ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული. ასევე სასურველია, რომ ნაჭერი ტანსაცმელებისგანაც არის დამზადებული, არ იყოს უფრო მჭიდროდ ნაქსოვი, მაგრამ ჰაერგამტარი აუცილებლად. ქუდი სასურველია ბავშვს ეხუროს, რომელიც ფარავს მის სახის ნაწილებს, ყურებს და უკანა კისრის მხარესაც კი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა მივცეთ ბავშვს იმის საშუალება, რომ სწორედ არა მზის პირდაპირ ექსპოზიციით, მაგრამ მოახდინოს D ვიტამინის ათვისება, მაგრამ მზის დამცავი კრემის და მალამოების გამოყენება სასურველია და უნდა აღნიშნოთ, რომ სასურველია სწორედ მისი წასმა მოხდეს, თქვათ, ვიდრე კონტაქტშია მით უმეტეს მზესთან დაახლოებით 15-20 წუთით ადრე. 2 საათის შემდეგ მისი განახლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ესეც აუცილებელი სწორი რეკომენდაცია ალბათ მშობლებისთვის მისაცემია ამ კუთხით და გასათვალისწინებელი ფაქტორი.
თუმცა ძალიან ბევრი მშობელი არ ითვალისწინებს აი ამ რჩევებს და პატარები მე მინახავს, პატარა ბოდი სამარა 1 წლის წლამდე, წლინახევრის 2 წლის და აი დაუშვათ არ შეასრულა მშობელმა ეს რეკომენდაციები, ხო ხდება ასეთ შემთხვევებით. მწერებისგან დაცვა სხვა კუთხით როგორ შეიძლება რამდენად არსებობს სწავლები ну, არ მინდა ეხა რეკლამაში ჩამეთვალოს და არაფერს არ დავასახელებ შეგნებულად. რამდენად არსებობს და რა უნდა იქონიოს შობელმა ამ დროს. იცით რა მწერის ნაკმენზე, როდესაც საუბრობთ, მწერის ნაკმენი შეიძლება იყოს აბსოლუტურად მხოლოდ ნაკმენი, რომელიც შეიძლება ადგილობრივი, თქვათ, ალერგიული ფონი მცირედად განვითარდეს იგივე, თქვათ, სიწითლე და ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად გაიაროს ამ პროცესმა, მაგრამ ის იყოს ძალიან საშიშიც კი ბავშვისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მწერებისგან დაცვა გარკვეულწილად მნიშვნელოვანი პრევენციას ითხოვს. ბუნებრივი, ახლა ჩვენ არავინ დაზღვეული არ ვართ ამ ფაქტორისგან, შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ფუტკარიც, კრაზანაც და ნებისმიერი სხვა მწერიც, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ დაცვა მოხდეს როგორც გარეთ გაყვანის შემთხვევაში, ასევე სახლის პირობებშიც ამ შემთხვევაში. ეხლა პირველი ალბათ, რასაც ვიტყოდით, თუ სახლის პირობებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ყველაზე სწორი გამოცდილება ამ შემთხვევაში, რომ ფანჯრები და გარემოსთან გამავალი აივნები დაცული იყოს ეგრეთ წოდებული ბადეებით, რომელიც სრულად საზღვრავს და იცავს, თქვათ, ოთახში წერის მოხვედრის საშუალებას. მეორე მნიშვნელოვანი სასურველია, რომ თქვათ, სწორედ აივნებთან, ამ ფანჯარასთან არ გქონდეს ეგრეთ წოდებული ოთახის ყვავილები, სადაც ქოთანში, თქვათ, იგივე წყლის მცირედი რაოდენობაც კი ყოყოებს ძალიან იზიდავს, ანუ რეზერვუარი ხდება ის კვერცხის დადების, ამიტომ სასურველია, რომ ესეთი ყვავილები, რა თქმა უნდა, ის გარკვეულწილად ძალიან სასიამოვნოა, როცა არის ოჯახში, მაგრამ ზაფხულის ასეთ პერიოდში მოვარიდოთ ადგილებს, იმიტომ რომ არ შექმნათ ისევ რეზერვუარი კოღოს მიღების. მნიშვნელოვანი ასეთვე, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვის ოთახეზე, ასევე მაქსიმალურად დავიცვათ იმ კუთხით, რომ საღამოს საათებში არ გქონდეს შუქი ანთებული, კაშკაშა შუქის კუთხით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერი შემოდის. რა თქმა უნდა და მიმზიდველი არ იყოს. კოღოს ნაკმენით შეიძლება გართულდეს. რა თქმა უნდა, მე ვამბობ, რომ ნებისმიერი მწერი შეიძლება ის იყოს ჩვეულებრივი ნაკმენი, რომელიც გამოიხატოს ჩვეულებრივი ალერგიული ფონით, სიწითლით და აქ ჩვეულებრივად შეიძლება მეორე დღეს პრაქტიკულად გავლილი იყოს ეს პრობლემა, მაგრამ მან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მნიშვნელოვანი არასასიამოვნო ალერგიული ფონის განვითარება, რომელიც შეიძლება ითხოვდეს მნიშვნელოვნად როგორც ანტიჰისტამინური, ასევე ჰორმონის მიღებას და კიდევ უფრო დიდ გართულებას. იცით, მშობლების ჯგუფში ვარ მე მაგალითად გაწევრიანებული და წერდნენ რამდენიმე კვირის წინ, რომ მორიელმაც დაკბინა ბავშვები, როგორც ჩანს არის ხშირი შემთხვევები ამისი და ну ახლა ქვეწარმავლებზე აღარ საუბრობ, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ბავშვი არ უნდა გაუშვათ ეზოში დიდ ბალახში და არც ისე სიცხეში ყოველ შემთხვევაში. თუმცა აი ეს მორიელის ნაკბენიც რამდენად საშიშია და რამდენად გახშირებულია. იცით რა, სტატისტიკა სიხშირისად ამდენად რთულია, თუმცა ახლა ის საფხულის პერიოდში უბრალოდ მაინც თან დაკავშირებით აქვთ მათ მინდრკილება ესე რომ ვთქვა, თუმცა ახლა რო გითხრათ, რომ ძალიან მაღალია სტატისტიკა წლების მიხედვით ნაკლებად, თუმცა საშიშია და ყურადღება სჭირდება. ის აუცილებლად ისხოს ყურადღებას, ამ შემთხვევაში ალბათ დაუყოვნებლივ სასურველია და აუცილებელია იქით კონტაქტი და მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა ეს შემთხვევა არ იყოს, ვთქვათ, ოჯახში, ოჯახურ დონეზე გადაწყვეტილი და აუცილებელია და სასურველია ის სამეცნიერო პერსონალის მიერ იქნეს მართული ეს სტაციონარულ პირობებშიც კი შესაძლებელია. მით უმეტეს ახლა თუმცა არის მეორე და დასამშვიდებელი მომენტი, რომ ვთქვათ, იგივე ვაქცინაცია დაკავშირებული, თუნდაც გველის ნაკბენთან ეს უზრუნველყოფილია ყველა, ვთქვათ, ამცრელი კაბინეტები, ამიტომ ამ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევის და სამედიცინო დახმარების აუცილებლობის პრობლემა კიდევ ერთი კითხვა რაც მინდა და მეკითხა და არ მინდა რომ გამომჩეს. აი მაგალითად წავიყვანეთ სოფელში ბავშვი, ხომ? რადგან დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ, მინდა რომ ყველა კითხვა ამოვწურო თქვენთან
ვთქვამოდან, წავიყვანეთ სოფელში ბავშვი არ არის წლინახევრის, თუმცა დარბის, კარგად დადის, მაგრამ არ აქვს ის გეგმიურივაც აცრა ტეტანუსის ჩატარებული და ასევე შეიძლება იყოს, რომ დაგვიანებულიც გქონდეს ტეტანუსის აცრა. ნუ მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში იყო ძალიან რთული ზამთარი და აქედან გამომდინარე გეკითხებით. აი, რამდენად საშიშია ეს? იცით რა და ანუ როგორ არის საშიში? რა უნდა გამოიწვიოს, რომ ყურადღება მივაქციოთ? იცით რა საშიშროება ამ შემთხვევაში ტეტანუსთან დაკავშირებით ძალიან კარგი კითხვაა და პირიქით მადლობა ამ კითხვისთვის. სწორედ ტეტანუსის აცრა იცავს ბავშვს იმ პრობლემისგან, რომელსაც მათ შეიძლება ქონდეს სწორედ ნებისმიერ ადგილზე, თუნდაც ეს სოფელია, შეიძლება ჩავიდეს ეზოში და ასე შემდგომ, მიწასთან შემხებლობა, თუნდაც იგივე რკინასთან შემხებლობა, აი ყველა ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენ რო ეს საშიშროება მოხსნილი ვქონდეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამცველობა არის სწორედ და თუ არ გვაქვს გაკეთებული? შესაძლებელია არაფერი პრობლემა არ ქონდეს ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბავშვის ჯანმრთელობა რისკის ფასად არ ღირს. და აი მაგალითად არ არის დაგვიანებული, ხო? არა, რა თქმა უნდა არ არის დაგვიანებული, გეგმიური აცრის ჩატარება სამედიცინო პერსონალთან შეთანხმებით ყოველთვის სასურველია რომ გაკეთდეს. თუნდაც ეს ის შემდეგ უკვე შეგვიძლია ბავშვი გავაგზავნოთ უკვე. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგვიძლია. არ პირიქით გეგმიური, კი, შესაძლებელია მოხდეს, რა თქმა უნდა, გადადების მომენტი ესეც დაფიქსირებულა, ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს საგანგაშო პრობლემას აწარმოადგენს, მაგრამ მნიშვნელოვანია დავიცვათ, თუნდაც ეს იყოს დაგვიანებული. აი მაგალითად ეს ტეტანუსის რისკი უფრო მავთულზე და რკინაზეა, ვიდრე დაუშვათ დაცემის დროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვთქვათ, იგივე ჭრილობასთან შეხების მომენტში ნებისმიერი ვთქვათ, მიწაც ინახავს გარკვეულ ბაქტერიებს და ბაცილებს, ასევე შეიძლება იყოს, ვთქვათ, იგივე ჟანგთან ურთიერთობით, კოროზიულ საგნებთან შეხების დროს და ასე შემდგომ და პრაქტიკულად მაინც კი შეიძლება იყოს დაცულობა და არაფერი გამოიწვევს და საერთოდ არ გქონდეს ტრავმის მომენტი ბავშვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ რისკი ნამდვილად არ უნდა გავწიოთ. აი მაგალითად რა წამლები უნდა წავიღოთ სოფელში ან კურორტზე, როდესაც მივდივართ? ჩამონათვალის სახით რომ გითხრათ, ისე რომ სახელწოდებები არ დაასახელოთ. პირველი ალბათ უბრალოდ თქვენ ახსენეთ მაინც ტრავმები, მოდი ესე დავიწყოთ ბავშვთა ასაკში. მნიშვნელოვანი, თუმცა მე ვიდრე ამას დავიწყებდი, გამიჩნევ ესე რომ პირველი, აქ რა თქმა უნდა საყურადღებოა, ვთქვათ, რა ასაკის ბავშვებთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა, თუმცა ყველაზე სწორი აქცენტი და პირველი გავაკეთებდი ალბათ იმას, რომ თუ ბავშვს რაიმე სპეცდანიშნულება აქვს ამ შემთხვევაში ექიმის მეთვალყურეობის კუთხით, რა თქმა უნდა, პირველი მისი შესრულება არის მნიშვნელოვანი. ეხლა უკვე ჩვენ საუბრობთ იმ საპროფილაქტიკო, ვთქვათ, ჩანთაზე, საფთიაქო ჩანთაზე, სადაც ყოველთვის მშობელს უნდა ქონდეს გარკვეულწილად მედიკამენტები. ასევე აღნიშნავდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან კარგია და სასურველია, რომ პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხეში გვაქვს საფთიაქო ქსელები, სადაც ვთქვათ, ბევრ ადგილზე და კარგია ეს, რომ არის სადღეღამისოც, თუმცა მაინც თავდასხმის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ სადაც ბავშვია, იქ იყოს ის თავდაცვითი მედიკამენტები თუ აუცილებელი ინვენტარი, რომელიც მათ დასჭირდებათ. პირველი, ტრავმებთან დაკავშირებით ალბათ რა გვჭირდება? ანტისეპტიური ხსნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ტრავმის დროს იყოს მისი დამუშავება. მნიშვნელოვანია ასევე ეგრეთ წოდებული ტკივილგამაყუჩებელი და ტემპერატურის დამწევი პრეპარატების აღება. მნიშვნელოვანი და სარეგისტრაციო ხსნარების, გარკვეულწილად სწორედ ზაფხულია ის პერიოდი, როდესაც ხდება, ვთქვათ, ნაწლავური ინფექციები, დიარეა, ღებინების სახით, თუნდაც დიდი მაღალი ტემპერატურის დროს, დიდი სითხის კარგვის დროს ბავშვებისთვის, რომელსაც უნდა მივცეთ აუცილებლად. ნუ ტემპერატურის გასაზომი მნიშვნელოვანია, ასევე ვთქვათ, იგივე მოვლის საშუალებები, მზისგან დამცავი, დამატენიანებელი, საფენის ქვეშ გამოსაყენებელი, რაც აუცილებლობას წარმოადგენს და თქვენ უკვე ახსენეთ მწერებთან პროფილაქტიკური კუთხით, როდესაც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება ალბათ ანტიჰისტამინური, როგორც ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც მალამო, ასევე ვთქვათ, პრეპარატის სახით, ასევე და მნიშვნელოვანია, ასევე შეიძლება არ იყოს საკმარისი ანტიჰისტამინური და ვთქვათ, გორმონიც კი აუცილებელი გახდეს, თუმცა ის პირველადი ჩართულობისთვის ეს ძირითადი ჩამონათვალი ამ დროს ყოველთვის სჭირდებათ ბავშვებს.
მე ასევე მინდა გკითხოთ კვებით ნეოფობიაზე, როდესაც ბავშვი ამბობს საკვებს, ახალ საკვებზე უარს, რას ნიშნავს და როგორ შეგვიძლია რომ შევთავაზოთ ახალი საკვები ისე რომ ბავშვი არ გაღიზიანდეს. პირველი ალბათ გავშლიდი ამ საკითხს, რადგან ზაფხული არის და თქვენც ალბათ დამეთანხმებით ამ კუთხით, რომ ეს ფიზიკური აქტივობაც იზრდება ბავშვებში, თუმცა მაღალი ტემპერატურა ძალიან ხშირია ალბათ ასევე კითხვა და უბრალოდ ამით დავიწყებდი. ხშირია კითხვა მშობლებისგან, რადგან ზაფხულია იცვლება თუ არა მათი კვების მენიუ. მაგალითად არ ჭამენ, ცხელა, უფრო მეტი წყალი უნდა, წვნიანებს აღარ იღებენ და ასე შემდეგ, ხო, უფრო კიტრი და რაღაც ბოსტნეული სახით მიდიან ჩემი შვილებიც ასე არიან და იმიტომ გეკითხები. ამიტომ დავიწყე ამ კითხვით საუბარი, რა თქმა უნდა. ის რომ ის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, დღის მენიუში ნამდვილად რჩება კვლავ, როგორიც არის თქვა ჯასაღი თებშის კუთხით, ბურღულეულია, ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი პროდუქტები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვა მაღალია ტემპერატურა, სითხის დანაკარგი მეტი გვაქვს, განსაკუთრებულად უფრო შემოდის აქტუალურად ისეთი პროდუქტები, რომელიც უფრო მეტად სითხის და უჯრედისი შემცველია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგივე ბოსტნეული, ბაღჩეული, კიტრი, ბოსტნეული სახით, ხილი, რომელიც წყლით გამდიდრებული ხილია, შესაძლებელია უფრო მეტი რაოდენობით იყოს მიღებული, მაგრამ სრულად ამოღებული არ უნდა იყოს ის ჯგუფი პროდუქტების, რა თქმა უნდა, რომელიც აუცილებელია მათი კვების მენიუს კუთხით. რაც შეეხება ხშირად ბუნებრივია, ხდება ხოლმე, როცა ბავშვები ვარსაღებობენ ახალ საკვებზე განსაკუთრებულად, ძირითადად ეს დამახასიათებელია 2-დან 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა თვისებად შეიძლება გაყვეს ბავშვებს 10 წლის ასაკამდეც კი. გარკვეულწილად ხშირად ბავშვებს არ მოსწონთ სწორედ ტექსტურა, ან თქვა იგივე ფერიც კი და არის თქვა ამაზეც კვლევები ჩატარებული, რომ განსაკუთრებულად ხშირად პროტესტი აქვთ უფრო მეტად მწვანე ფერის ბოსტნეულზე და განსაკუთრებულად ყველაზე მეტად ტექსტურასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის საგანგაშო საკითხი, მაგრამ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ სწორედ იყოს გადალახული ბავშვი. ხა სრულფასოვნად ამ ფენომენის ახსნა ცოტა ძალიან რთულია, მაგრამ გარკვეულწილად ამბობენ, რომ ის სწორედ დამოკიდებულია იმაზე, რომ ბავშვები უკვე იციან, რომ პროდუქტები მრავალფეროვანია და მათ უკვე მშობლების თავაზობენ ამ მრავალფეროვანზე, შეუძლიათ კიდეც, რომ რაღაცაზე თქვან არა. ამიტომ ერთადერთი არჩევანი სწორედ ხდება მათ შორის საკვე პროდუქტზე უარის თქმის არჩევანის კუთხით. ამასთან ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ხშირია, რომ ბავშვი თქვა და თქვენი მაყურებლის დამეთანხმება, რომ ბავშვი თქვა სახლში გარკვეულ საკვე პროდუქტზე ამბობს უარს, მაგრამ იგივე თქვა ბებიასთან ან ბაღში წასვლის დროს იგივე საკვები მისთვის ხდება ძალიან მისაღები, ხო? ძალიან დადებითად მოქმედებს ამ პრობლემის გადალახვაზე ასევე დაძმები, რომლებიც თქვა თუ კი მათთვის მისაღებია, ხშირად ამათთვისაც მისაღები ხდება ეს პროდუქტი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბუნებრივია შეგვიძლია დაუთმოთ ბავშვს, თქვა ის უარს ამბობს ამ საკვე პროდუქტზე, მაგრამ მე როგორც აღნიშნეს იმას არ ნიშნავს, თუ რომელიმე ბოსტნეულზე ამბობს ვარს, რომ ჩვენ სრულად ბოსტნეულის ყველა სახეობა ამოვუყოთ მათ კვების რაციონიდან და გადავდოთ თქვა ეს საკითხი. ბუნებრივია სასურველია, რომ კვლავაც და კვლავაც მოვახდინოთ მისი შეთავაზება, პერიოდულად, ზუსტად იმ პროდუქტის და ასევე მნიშვნელოვნად შევცვალოთ მიდგომა ამ კვების პროცესის კუთხით ბავშვთან ურთიერთობაში. შეიძლება მან სასურველია, რომ შეიცვალოს ის ადგილი, სადაც იკვებება და თქვა ახალი გარემო შეუქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ბავშვები ინტერესდებიან ახალ, თქვა იგივე საბავშვო დანაჩანგალზე, თეფშზე, რომელიც მათთვის უფრო საინტერესო ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები იყვნენ, რა თქმა უნდა, ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, საკვების მომზადების პროცესში. გაულამაზოთ იგივე თეფშზე და არის ამაზე გარკვეული წილად სხვადასხვა ინტერაქტიული გასართობი თამაშები, ესა თუ ის პროდუქტი მაგალითად როგორ შევაყვაროთ. თქვა იგივე თქვა ჩერი პომიდორის, გარკვეულწილად ბოსტნეულის რომელიმე სახეობით, გაუკეთოთ რომელიმე თქვა იგივე სათამაშო, რაც შეიძლება რომ თეფშზე ლამაზად იყოს აღქმული, თქვა იგივე თვალების სახით და თქვა იგივე საათის ფოთოლი გამოვიყენოთ თქვა აქსესუარად შესაქმნელად ამ ვიზუალიზაციით, მაგრამ ყველა პროდუქტი თეფშზე იყოს მომთავსებული ჯანსაღი, მაგრამ ის იყოს ლამაზად გაფორმებული. ეს საკმაოდ დადებითად და ხშირად კარგად მოქმედებს ბავშვებზე სწორედ ამ პრობლემის გადალახვის კუთხით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია
ბავშვების და შინაური ცხოველების ურთიერთობა და ამავდროულად მე ვფიქრობ საშიშიც. კი ბატონო, ზუსტად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქაც საკითხი რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ პირველი, როდესაც ვთქვათ სახლში ყავს შინაური ცხოველები და ვთქვათ მასთან ცალკე თემა და მეორე როგორ ყურადღებას ვაქცევთ და მეორე არის უკვე ეს არის ვთქვათ იგივე ქუჩის პირობებში, თუმცა ვიმედოვნებ რომ ხა დღეს პრაქტიკულად ეგრეთ წოდებული ვთქვათ არასახლის ძაღლები ყველანი აცრილია და გარკვეულწილად ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ გარკვეულწილად ვთქვათ იგივე ჰიგიენური კუთხით მაინც ითხოვს მათ ყურადღება ნამდვილად სჭირდება ჩვენგან. მე პირველი ვთქვათ იმას ვიტყვი რომ ყოველთვის მომხრება რომ რა თქმა უნდა ბავშვები გაიზარდონ და კონდეთ მათ ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთანაც კი და არის ამაზე კიდეც კვლევები ჩატარებული რომ რაც უფრო ხშირი ურთიერთობა ბავშვს შინაურ ცხოველებთან მით უფრო ნაკლებია შანსი თქვათ მისი ალერგიული ფონის განვითარების, მაგრამ ეს საკითხი ითხოვს როგორც თქვენ ბრძანეთ გარკვეულწილად მნიშვნელოვან ყურადღებას და რეკომენდაციების მიცემას. მაგალითად, თუ სახლის პირობებში გვყავს ეს არის ძაღლი, კატა, თევზი, თუთიყუში და სხვა ეგრეთ წოდებული პატარა ზღვის კოჭები და ასე შემდგომ, ყველა კუთხით მნიშვნელოვანია ერთი განსაკუთრებული რეკომენდაციის დაცვა. არც ერთი ცხოველი თუ ფრინველი არ უნდა ცხოვრობდეს იმ ოთახში, სადაც იმყოფება ბავშვი. მეორე მნიშვნელოვანი განსაკუთრებით აქ კიდე შეიძლება ვთქვათ, რომ კატასთან დაკავშირებით მეტი მოფრთხილებაა საჭირო, მეთვალყურეო და არ უნდა მოხვდეს ბავშვის ოთახში, იმიტომ რომ ძალიან ადვილად დახტის თაროებზე და ამ შემთხვევაში ვთქვათ იგივე მით უმეტეს თუ კი ჩვენ. ანუ არანაკლებ საშიშია კატაც ხომ ასე. ერთ-ერთი უფრო შეიძლება იყოს ვიდრე ძაღლი. გამიგონია რომ კურდღელიც. კი, კატაზე ვამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ მას აქვს გადაადგილების უფრო ადვილი ხერხი, ხტუნვა და ასე შემდეგ და შეიძლება რომელიმე თაროზე მოხდეს და ბავშვის საწოლთან რაიმე ტრავმის მეტი ალბათობის მომენტი გაიზარდოს. აქედან გამომდინარე ალბათ გაფხაჭნაც ხო შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, სწორედ ეს ერთი მეორე მომენტია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ნებისმიერი ცხოველი თუ ფრინველი არ ცხოვრობდეს იმ ოთახში, თუნდაც ეს იყოს თქვა გალიაში მოთავსებული ფრინველი, იყოს თქვა ძალიან შეჩვეული და ახლო ძაღლი და კატა, ის არ ცხოვრობდეს ბავშვის ოთახში, ანუ ბავშვის ოთახი ყოველთვის იზოლირებული იყოს მათგან. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, სასურველია ხშირად როგორც ბუნებასთან, ფრინველებთან, ცხოველებთან ბავშვის ურთიერთობა და ერთ-ერთი დადებითია მათი ნაკლებ ალერგიული ფონის განვითარების, მაგრამ სიფრთხილე არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როდესაც ბავშვები ხდებიან, თქვა იგივე 2-3 წლის ასაკში და უფრო მეტად გარემო შეცნობა ხდებათ. მათ სურვილი აქვს ითამაშონ ხო ცხოველს, მაგრამ ცხოველი შეიძლება გაბრაზდეს იგივე კუდის აწევის, თქვა ყურის აწევის, როდესაც ბავშვი მას ეთამაშება, ამიტომ ამ შემთხვევაში სასურველია რომ ვიყოთ მეტად ყურადღებიანები. ასევე ხშირად ბეწვენაც ახასიათებს ხო მათ და განსაკუთრებულად როდესაც ბავშვები უკვე ფეხზე დგანან იგივე დივანის თუ მაგიდის გასწვრივ, სადაც შეიძლება უფრო მეტად მოხდეს ვთქვათ იგივე მისი შემხებლობა მის ბეწვთან, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ ეს აუცილებელი ჰიგიენური წესები განსაკუთრებულად იყოს დაცული. აი მაგალითად მე მინდა გადავიდე და კითხოთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ეს არის ვირთხა და თაგვი. სოფელში ხშირია ქალბატონი სამწუხაროდ. ხო, სასურველი არ არის, მოკლედ ესე დავიწყოთ. რა თქმა უნდა, აქ მე მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ მაშინ ალბათ უნდა დაურეკოს ექიმს და წავიდეს აცრაზე, ხო? მაგრამ როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმაც? პრაქტიკულად აქ ნაკმენის სახით ნებისმიერი ვთქვათ ინფიცირებული ადგილი ითხოვს საყურადღებო მდგომარეობას. ახლა აქ თაგვი, ვირთხა, აქ რა თქმა უნდა როგორ არის ის ინფიცირებული, ცოტა რთულია ამის წარმოდგენა. ძალიან ძნელია რა თქმა უნდა, უბრალოდ არც უნდა კონდეს შემხებლობა მას ბავშვთან, მაგრამ მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების კუთხით იქ ბუნებრივია აღმოცნობა ძალიან ადვილი, იმიტომ რომ ტრავმის ადგილი არ იქნება მარტივი ესე რომ ვთქვათ. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია და ერთპიროვნულად შეიძლება მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მაქსიმალური მორიდება, რა თქმა უნდა ყოველთვის შემოწმება და სანიტარული სამსახური უნდა იყოს აუცილებლად დაფიქსირებული ეს ფაქტი, აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად არ უნდა იყოს სახლში მსგავსი
შემთხვევები და შემთხვევაში აუცილებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ჩარევა სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ისე როგორც თქვა გველის ნაკმენზე და ასე შემდგომ და მე ვთქვი კიდეც რომ თქვა იმუნიზაციის კაბინეტებს ამის საჭიროება და ყველა რაიონშია ასეთი პირველი დახმარების ცენტრები და ყველა რეგიონს აქვს მორიელი, გველი, ვირთხა, თაგვი, თუნდაც აი წეგან საუბრობდით კატა, კურდღელი, რომელსაც მე ვიცი და წერენ და არის ამაზე ძალიან ვრცელი სტატიები, რომ აუცილებელია რომ ბავშვი აიცრას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ რა ინფიცირებით არის, ეს თქვენ ჩამოთვლილი მით უმეტეს ცხოველები, რომლებიც თქვა ზაღლე კიდევ თქვა სახლის ნახა, წინარს ქანთამს და ჩიტზე მე არ ვსაუბრობ, თუმცა აი ეს კურდღელი სხვათა შორის მეც გამიკვირდა ქალბატონანინა. ყველა ცხოველი, რომელიც თქვა ჩვენ იგივე თქვა შინაურ ზაღთან მეტად უფრო თავისუფალი ვართ, იმიტომ რომ მასით უტარდება თავისი იმუნიზაცია, მეტად დაცულია მათთან ბავშვები. მით უმეტეს ცხოველი, ფრინველი და თქვენ წარმოიდგინეთ ბუზი ერთადერთი, რომელიც თითქოს უსაფრთხოა, მისი პროდუქცია მოთავსების შემთხვევაში ის პროდუქტიც კი გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენს, იმიტომ რომ გადამტანი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების და ეხლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნაკბენზე ნებისმიერი ამ ცხოველის, რომელიც თქვა აქვს იგივე მიწასთან შემხებლობა სხვა უამრავ ბაქტერიებთან და უშუალოდ გადამტანი შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმში სხვა დაავადებების. აქ პრაქტიკულად სხვა რეკომენდაცია არც განიხილება იმისა, რომ დაუყოვნებლივ მიმართვა მოხდეს სამედიცინო დაწესებულებასთან. აი ზაფხულში ოთახში ტენიანობაზე და ტემპერატურაზეც მინდა გითხოთ. კი, უბრალოდ აბსოლუტში მე კი ბატონო გავშლიდი ალბათ. ნუ ახლა ჩვენთან მაგალითად წელს ისეთი ზაფხულია, მგონია რომ შემოდგომაა, თუმცა მაინც ზაფხულია და ვინც ვერ გადის ქალაქ გარეთ და ვინც ვერ ახერხებს, რას ურჩევდით თბილისში. მოგეხსენებათ სამწუხაროდ იმდენი მანქანა და იმდენი ისეთი დაბინძურებული ჰაერია ჩვენს დედაქალაქში, უკვე სულ თქვა აღარ არის, მაგრამ მაინც მაინტერესებს თქვენი რჩევები. პირველ რიგში ალბათ ამ საკითხს უფრო გავშლიდი იმ ფორმით, რომ კონდიციონერები ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოყენებული იქნას თუ არა, თქვა რა თქმა უნდა, სადაც ბავშვებია და რეკომენდაცია რა თქმა უნდა შესაძლებელია მიუხედავად ცოტა ტემპერატურა ძალიან იწევს, ბუნებრივია. საბავშვო რეჟიმები ხო აქვს კონდიციონერს თუ არა? როგორი რეჟიმიც არ უნდა გქონდეს და როგორი მაღალი ხარისხიც არ უნდა გქონდეს წესით იქ სადაც ბავშვის საძინებელი ოთახია, კონდიციონერების გამოყენება რეკომენდებული არ არის. გოძა ოთახში შეგვიძლია? რა თქმა უნდა შესაძლებელია, ან თუ თქვა სხვა საშუალება არ არის და სწორედ ბავშვის ოთახშია, სასურველია რომ ბავშვის გაყვანა მოხდეს ოთახიდან, გაგრილება ოთახის და შემდეგ შეყვანა ბავშვს. რატო არ აძლევს ბაღების სააგენტო უფლებას, რომ ბაღებშიც მოხდეს კონდიციონერების დამონტაჟი? იმიტომ რომ სწორედ იქ თქვა გაგრილების საშუალება სხვა ოთახიდან შეიძლება ვერ მოხდეს და ამ შემთხვევაში იქ მაინც მორიდება ხდება, იმიტომ რომ თუ კი დახურულ სივრცეშია, დახურულ სივრცეში ის გარკვეულწილად სასურველს არ წარმოადგენს. ახლა მე ყოველთვის ბავშვებთან სახლის პირობებშიც კი რეკომენდებულია, რომ სისტემატიურად ზაფხულია თუ ზამთარია ხდებოდეს ოთახების განიავება. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და სასურველია, რომ გარე ტემპერატურის თან შედარებით, მიუხედავად იმისა, ჩვენ კონდიციონერს და ვენტილატორს თუ რასაც ვიყენებთ, 5 გრადუსი შვალედით იყოს განსხვავება მხოლოდ გარემო ტემპერატურასთან დაკავშირებით. ნუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდა თქვა კონდიციონერების, აქ მნიშვნელოვანია იყოს შალუზები, საფულში თქვა ძალიან მზიან ამინდებში და განსაკუთრებულად ვით სამხრეთით ცხოვრობს დაცული ეს პირობები. მეორე რა თქმა უნდა კონდიციონერთან დაკავშირებით, რომ ბავშვი ძინოს და ოთახში კონდიციონერი იყოს ჩართული, ეს ძალიან არასწორია, იმიტომ რომ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის, რა თქმა უნდა, იგივე ჰაერის მოძრაობასთან და სწორედ ტენიანობასთან დაკავშირებით. ის აშრობს მაინც ჰაერს და შესაბამისად ოთახის ბავშვი სადაც არის და ჩვენთვისაც კი მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჰაერში წყლის რაოდენობაც იყოს შესაბამისი, ტენიანობა ჰქონდეს არანაკლებ 40-60%-ისა, შესაბამისად მნიშვნელოვნად აუცილებელია, რომ თქვა იგივე დამატენიანებელი საშუალება თუ არ გვაქვს, რომ ხშირად მოხდეს ოთახების განიავება და ეს მნიშვნელოვანი პრობლემა დაცული იყოს. სადაც არ უნდა წავიყვანოთ ბავშვი, რომელ მხარეშიც, რომელ კურორტზეც ტენიანობა ოთახში ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული.
და თუ ვერსად ვერ გაყვავს ბავშვი, ისე კურორტ სასაფლაოს გულისხმობ, გარეთ გაყვანა მზიან ამინდებში როგორ უნდა დავაბალანსოთ. ნიშნულოვანია და მე ალბათ ბუნებრივია, რა თქმა უნდა, აქვს კიდეც, რა თქმა უნდა, აქვს კიდეც ოჯახებს შეიძლება ამის პრობლემის დეტალი იყოს. პირველი ალბათ ნიშნულოვანია, თუნდაც ერთი დღე შეიძლება ვერ გავყავდეს თქვა გრძელვადიანად ბავშვები, ხო? სასურველი არის მაგ თუცად რო გვექნება საშუალება გვექნება თუნდაც ერთი დღით მაინც გავეყვანოთ ბავშვი და ან საღამოობით თუ არა და თქვა იგივე თბილისის და ქალაქის ნებისმიერი ქალაქის პირობებში მაქსიმალურად არჩეული იყოს თქვა იგივე პარკები იგივე თქვა სადაც თქვა შადრევნებია ისეთი ადგილები სადაც გაყვანა მოხდება მაგრამ არა მაღალი ტემპერატურის მზიანი პერიოდის დროს აქაც მნიშვნელოვანია განსაკუთრებულად დაცული იყოს თქვა იგივე 10 საათის შემდეგ 6 საათის ჩათვლით როდესაც მზის აქტიური პერიოდია, რა თქმა უნდა, ეს დრო არ არის სასურველი ბავშვების გაყვანისთვის. სწორედ ამ და რამდენი საათია საკმარისი დაუშვათ? იცით რა, ჩვენ ამის ათვლას ვიწყებთ, როდესაც თქვა პირველად გავყავს ჩვილები, რომ თქვა იყოს თქვა 20 წუთი ნახევარი საათი და შემდეგ მაქსიმალურად გავზარდოთ დრო. ზაფხულის სწორედ ის პერიოდია, როდესაც გარეთ ბავშვის ყოფნის დრო იზრდება მაქსიმალურად. ყველა ასაკობრივი ჭრილისთვის, ხო, თამაშობენ ფიზიკური აქტივობა და ნეტავ კიდევ უფრო გაიზარდოს და თქვა იგივე ჩანაცვლება მოხდეს, იგივე гаджеტების და ასე შემდგომ. რაც უფრო მეტროს გაატარებენ ბავშვები გარეთ, ეს სასურველია. კოვიდის დროს იყო. კი ბატონო, თუ კი ეს პრობლემა არ მოხდება, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ვითვლით, თქვა ამ როგორი ამინდია, როგორი ტემპერატურა, ვიდრე თქვა ის გადაცდა და 1 საათი, საათნახევარი, 2 საათი თავისუფლად შეიძლება, თქვა თუნდაც ამის პრობლემა არ არის, დილის 7 საათიდან 9 საათის ჩათვლით ბავშვები სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ თუნდაც დაიძინოს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფულში იგივე მწერების დაცვასთან დაკავშირებით აქაც ვიტყოდი. თუ კი ვთქვათ იგივე ჩვილი ასაკის ბავშვი თუნდაც სასეირნო ეტლით ვასეირნებთ, მნიშვნელოვანია რომ აქაც გამოყენებული იქნას ეტლის დამცავი ბადეები, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად დიდ შედეგს გვაძლევს მწერებისგან დაცვის პრობლემასთან დაკავშირებით. არც თუ ის ამ 7 ზამთარი გქონდა ვირუსების მხრიდან და დაახლოებით 7 წუთი გრჩება გადაცემის დასრულებამდე. არც თუ ის ამ 7 ზამთარი გქონდა, არც თუ ის ამ 7 გაზაფხული და მგონი არც თუ ის ამ 7 ზაფხული გვაქვს, ხო? იმიტომ რომ საზაფხულო ბაღებში ისევ ვირუსები, ისევ ძალიან რთული მდგომარეობა, ისევ მაღალი სიცხეები, ენტეროვირუსიც ემატება, ჩუტყვავილა და ანუ ძალიან ბევრი რამ ერთად კოქსაკი გამომჩა კიდევ. და ბაღში სიარულს ვერ ახერხებენ ბავშვები, იმიტომ რომ გვეშინია ხომ ეს ვირუსების. ჩვენ რომ გვეგონა ქალბატონინო, რომ ზაფხულიდან ეს ვირუსები ალაგდებოდა, რასთან გვაქვს საქმე? შეიძლება რომ უფრო მეტად რთული ზამთარი გქონდეს წინ? ამის განსაზღვრა ცოტა ძალიან რთულია, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ იცით რა არის, ალბათ პირველ რიგში ერთ-ერთი ბევრი ფაქტორია ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ გაზაფხულიც არ გქონდა ძალიან თბილი. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა და ანუ დახურულ სივრცეში გვიწევს, რაც შეიძლება ხშირი ურთიერთობა, იქ ვირუსების გავრცელების ალბათობა არის ბევრად მეტი. რაც უფრო რა თქმა უნდა გახანგრძლივდება ეს პროცესი, ბუნებრივია ვირუსების პერიოდიც თავისუფლად შეიძლება იყოს, ანუ მისი გავრცელების დრომაც გადაიწიოს. შესაბამისად გეთახმებით, პრაქტიკულად ვირუსული პერიოდის დასრულება ადრე გაზაფხულზე ნაკლებად ჰქონდა, ის გაგრძელდა მთლიანად გაზაფხულის პერიოდში და ზაფხულის პერიოდში. თუმცა, ეხლა უკვე როდესაც სკოლები პრაქტიკულად არ დადეგებია, ბაღებში არ დადეგებია, რა თქმა უნდა, ერს ამ პოპულაციისთვის დახურულ სივრცეში ერთად ყოფნის ნაკლებობაა, თუმცა არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალიც ალბათ გასათვალისწინებელი, ასევე რომ მაინც არ იყო მასიურად გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, ახლა მე კონკრეტულად ერთ დეტალზე ვსაუბრობ, იმუნიზაციაც ეს ერთი მომენტი და მესამე, კოვიდის დროს მე ყოველთვის ვამბობდი, მანს ჰქონდა თავისი ძალიან ბევრი უარყოფითი, საერთოდ ჩემთვისაც, თქვენთვისაც სრულიად მოსახლეობისთვის, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი აუცილებელი იყო, რომ ჩვენ მისგან გვესწავლა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი წავიდა და ჩვენ ვიცავდით თავს კოვიდისგან, დღეს პრაქტიკულად იგივე ასეთი
ვირუსების პერიოდშიც თავშეყრის ადგილებში, სადაც შეიძლება იყოს 200-იც, 100-იც და თუნდაც 50 და ნებისმიერ მასიური თავშეყრის ადგილებში, თქვა სავაჭრო ცენტრებში და ასე შემდგომ, მაინც ნაკლებად ვიცავთ თავს, ხო? იგივე აუცილებლობა დღეს დამერწმუნეთ ქალბატონათია, რომ აი მაგალითად შეიძლება ძალიან დიდ ხალხმრავლობაში მოხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი გავრცელებულია ვირუსები და პრაქტიკულად ჩვენ პირბადით ადამიანი ვერ შევხედოთ. გამოსვლის ნაკლებად ვიცავთ თავს. თითოეული ნაკლებად ალბათ ნაკლებად უკეთებთ სხვას არ შეუქმნათ პრობლემა ნაკლებად ვიცავთ ამ წეს და ჩემთვის ალბათ იგივე თუნდაც იმ სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება იგივე ის ხელის დაბანის აუცილებლობა ხალხმრავალ სიტუაციაში თუ კი ვთქვათ იგივე ვირუსის მატარებელი ვართ არ მოხდეს ვთქვათ გადაკოცნა ახლო კონტაქტი ამ დეტალების არ დაცვა მაინც განსაკუთრებულად ძალიან გრძელდება დღეს რომლის მომხრეც ნაკლებად ვარ ესე რომ ცოტა დრო რჩება დასრულებამდე მაინც რომ მიმართოთ მშობლებს რა რჩევა დარიგებებს კი პირველ რიგში ალბათ ყველა თქვენს მაყურებელს ნებისმიერ ბავშვს უსურვებ რომ ეს საფხული ყოფილიყოს მათთვის მშვიდი ჯანმრთელი მაქსიმალურად ბევრი ახალი ინფორმაციის მიღების მეტი ენერგიის მიღების დაბალანსებული იყოს მათი კვებაც და ბევრი სიხარული მიიღონ იმ აქტიური გართობისგან რომელიც ვთქვათ მათ თუნდაც ერთდღიანი თუ მრავალდღიანი მოგზაურობიდან დასვენებიდან ელოდებათ. პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი რომ გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სწორედ ის ჯანსაღი კვება აუცილებელი მათი რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არ მოხდეს ძალიან ვთქვათ იგივე ძილის რიტმის დარღვევა გაითვალისწინოთ რომელიც მათ აუცილებლად ესაჭიროებათ სწორი ზრდა განვითარებისათვის მაქსიმალურად ეცადონ რომ მეტი ინფორმაცია მეტი სასურველი დადებითი ემოცია მიიღონ ბუნებისგან, გარემოსგან, იგივე ზღვისგან, მთებში ურთიერთობისგან, ბუნებაში სეირნობის დროს და ასე შემდგომ და ნაკლებად კონდეთ იგივე გაჯეტებთან დამოკიდებულება, როგორც აღნიშნეთ და უსურვოთ მათ კარგი ფიზიკური აქტივობა, რომელიც ასევე მათი ნორმალური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ყოველთვის რაც შეიძლება ის აუცილებლობა იყოს მშობლებს, მივცეთ იმის რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად რაც შეიძლება ჰიგიენური პრობლემები, ჰიგიენური წესების დაცვა მოახდინონ, დაიცვან ბავშვები როგორც მწერებისგან, მზისგან და სწორად იყოს ის ყველა აქცენტი გამოყენებული, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის. პროფესორი პედიატრი ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თოთაძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ნინო სტუდიაში მობრძანებისთვის. დარჩით ობიექტივზე წირ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო გადაცემები გელით ნახვამდის.